მე რომელიც ყველგან ვიპოვი ბალახს, მცენარეულს და დავკრიფავ, ნახეთ რა ლამაზია ღმერთო. საოცარია ბუნება. ძალიან მიყვარს ასეთი თავგადასავლები. აი, კონდა მივიდე. მან სახლებია, რომლებიც ჩანს ჩვენი სახლიდან ღამე. ნახეთ აქ წყალში რამდენი თევზები არის, ჩანს თუ არა, ნახეთ. ოღონდ აქ უფრო ისეთია, ეს წყალი არ მიედინება, დგას. ნახეთ რამდენი თევზი. ნახეთ. დგას ეს წყალი და უკვე ისეთია ცოტა ჭუჭყიანი, მაგრამ ნახეთ რამდენი. ახლა აქ უნდა გადავიდე მე. ასე, ნელა ლიკან, ნელა. ხვდია ძალიან სრიალა და წყალია საოცარი. მინდა ჩემს სახლთან მოედინებოდეს. გადავწყვეტეთ, რომ სანამ იქნება სითბო, ყოველდღე მოვიდეთ აქ. საღამო მშვიდობისა. ეს არაგზე ვიყავით და იქ მოკრეფი. ნახეთ რა ლამაზები ფერი აქვს, სასწაული იასამის ფერი. ადრიანა, რას აკეთებ? ახლა დავიბანე. დღეს რაღაცა წნევა მაქვს დაბალი. მე მგონი მთვარის ბრალია. ჩემზე მოქმედებს მთვარი. და სულ ყავას. 90-40-ზე გქონია თვინმეს წნევა, როდისმე იგის შრება. პერაშკები გავაკეთე გუშინ და დაფა, რაზეც ცომს ვაბრტყელებ. დამიწია წნევა. დამტკივდა თავი. თავი ძალიან არ მტკიოდა ახლა რომ თქვა რომ ძალიან მეტკია, წამალიც არ დამილევია. დავწექი ცოტა ხანიში დავისვენა, მაგრამ არ გამიარა ამ მდგომარეობამ. მხოლოდ მაშინ როცა ჩავიდა მზე. მე მგონი რომ ჩემზე ასე მოქმედებს სიცხე. ბავშვები ლამში შევიდნენ. მაგრამ ახლა ადრიანა ჭამდა საჭმელს და უნდა და შესვლა იმაში რა ქვია. ოთახში მიქონდა თებში და ჩვენთან აკრძალულია სამზარეულოს გარდა და ეზოს მაგიდის გარდა სადმე ჭამა, იმიტომ რომ მე ჩემი დასალაგებელია და მე სად მაქვს ამდენი რესურსი, დრო და ენერგია და ზოგადად რატო უნდა ჭამოს ოთახში. არც ორცხობილები, არაფერი რა არ ვაძლევ მაგის უფლებას და საშუალებას, იმიტომ რომ არ ვიცი, მე მგონი წინა ვიდეოებში ვთქვი რომ ეს მე არის ჩემი დასალაგებელი და მაისური ჩაიცი და რა თმინდა მე ეს ზედმეტი რაღაც პრობლემები და ჩემი კოლგაინთო აი ხოთაშორის ტემოდან გამოვიწერე, არ მეგონა რომ ასეთი იქნებოდა, მაგრამ ძალიან ლამაზია. დღეს აქ მაქვს ნახეთ იასამის ფერი. ეს არის იასამის ფერი, ვარდისფერი ჩანს რატომაც, მაგრამ ღია იასამის ფერია, ესაც იასამის ფერია.
აქ მაქვს ლავანდა და ეხლა რაზე მწყდება გული დღეს რა აღმოვაჩინე. არის ასეთი კომპანია მაიოლის თუ მაიალის, არ ვიცი ზუსტად როგორი იკითხება. გამომიგზავნა ამ ბრენდმა აი ასეთი მაგარი რა თმინდა? გარეცხე? ხო, გავრეცხე. გარეცხა და უნდა გავწუროთ. რატომ იმაში გავრეცხოთ? ადრი. მანქანაში გავრეცხავ ხვალ, დადე აბაზანაში შეიტანე და კალათაში ჩადე. ეხლა რა დროს გრეცხვა არის? ანუ კი ჩაიცვი მაისური. ცივი აბა რა არის, უკვე გრივა. და ამ ბრენდმა მე ხომ მიგზავნიან ბრენდები რაღაცას და ვუკეთებ რეკლამას. ხო და ამ ბრენდმა გამომიგზავნა ძალიან კარგი პროდუქტები. მათ შორის იყო აი ეს პროდუქტი. ამას მე და რისთვის არის ეს პროდუქტები მე განახე წინა ვიდეოში და ვისაც გაინტერესებთ კიდევ გავიმეორებ თუ გინდათ კომენტარებში დაწერეთ თუ გაინტერესებთ. არის ტანის ასე ვთქვათ ცელულიტის საწინააღმდეგო, ასევე სტრიების საწინააღმდეგო, მაგრამ სტრიები მე ვიცი რომ არაფრით არ შორდება და ცოტა მაქვს აი აქ გვერდებზე და მაინც წავისმევ იმას, flat ქვია, არის ასეთი კრემის კონსისტენციის და არის აცხელებს კანს როცა ისმევთ. და ყველას ძალიან მომეწონა ეს. კიდევ არის ტანის ლოსიონი ძალიან გემრიელესი არომატი. ზოგადად ყველა არომატი აქვს ძალიან გემრიელი. ადრი ჩვენი ლეკვი სად არის? ჰა? აბა იქით წადინახე. ადრიანა. აბა სად? დაინახე? აბა ნახე მინდა. სად? ადრიანა მომისმინე? აი მანდ ნახე სახლის პირდაპირ იქ თუზის. ერთი ლეკვი გავაჩუქე გოგო და მეორე აქ არის ჩვენთან დარჩა. ერთი წამი მე ვნახავ, ესენი არაფერს არ ნახავენ. რა? აი აქ არის სად? ეხლა ვემოვა. მეთქი დაიკარგა ჩვენი ლეკვი. ხო და ეხლა მალე გეტყვით რა უკვე ადრიან თე რა შუქი აქეთ. არა ეგ არა მეორე. ეგ გამორთე. ყოჩა, მადლობა. ხო და ყველა პროდუქტის მაგან მე მომეწონა ეს. და ისე მწყდება გული რომ თავდება. ცოტა გადარჩა მაგრამ არის ძალიან მაგარი კონსისტენციის ნახეთ. და რო ისმევ კანზე ბზინავს. და არის აი უზომოდ როგორ გაჩვენებთ? ბიუთი ბლოგერები როგორ აჩვენებენ ხოლმე? Адриана, ну қойха. Там щенок в опасности. Не в опасности, он не переживай. ატენიანებს სასწავლოდ კანს და კიდევ მოგწერეო თუ მოგეწონება და კიდევ გამოგიგზავნით სხვა პროდუქტსაცო. მაგრამ მე ეს მომწონდა და ამას მგონი აღარ გამოგიგზავნენ, იმიტომ რომ აღარ დუბლირებას აღარ აკეთებენ და ეს საკმაოდ ზოგადად ძვირი პროდუქცია აქვს.
ეს ღირს $48. აი ეს საერთოში გამომიგზავნეს $286 პროდუქცია. მე არ ვიცოდი რომ ასეთი ფასში გამომიგზავნეს, იმიტომ რომ როცა მითხრეს რომ აირჩიე პროდუქცია ჩვენი პროდუქციაო, ანუ კი დროზე ჩაიცვი მაისური. მე ავარჩიე სხვა რაღაცა 3 პროდუქტი, მაგრამ ამათ ბრენდები როგორ არიან, რაღაცა კონკრეტული უნდა რომ დაარეკლამოს კრეატორმა და გამომიგზავნეს ეს და ის 2. ამათგან მე ერთი არჩეული მქონდა ვარდისფერი ტანის ლოსიონი და ეს და ის ფლატ, რომელიც ტანს ასე ვთქვათ ლამას ხდის, ის არ მქონდა არჩეული და ამათმა ეს და ის გამომიგზავნეს კიდევ. ხო და რომ მივწერ, მე ვიტყვი რომ ეს უზომოდ მომეწონა, იქნება და ფასდაკლებას გააკეთებენ. რატო დამიფანტე? კატის ხმა მესმის? კატის ხმა მესმის, აღლის ხმა მესმის, რა ხდება, ვერ გავიგე. იმას ვამბობდი, რომ კორპუსში და სახლში, იმას ვამბობდი, რომ სახლში ძალიან ბევრი საქმეა. თუმცა კორპუსშიც არის ბევრი საქმე. არ ვიტყვი, რომ კორპუსის ბინაში არ არის საქმე. ოღონდ ალბათ სახლში უფრო რთულია კერძოში, რადგან ეზოც გაქვს და ბევრი რაღაცა. ეს წადი იმაში ჩააგდე სარეცხებში. დავაი, დროზე. დილის ყავას არასოდეს არაფერს არ ვატან. არ ვიცი რატო. მე ვფიქრობ, რომ ფუჭდება ყავის გემოდილით, რომ მე შევატანო. ნახე როგორ გავფუჭდა ფოთლები. ცოტა რატო? იქუნა აჭამე რა ძაღლებს. ვერ გავიგე რატო გავფუჭდა ფოთლები. ფიფკი წადი ირაკლი გაჭმოს, წადი. აქ არ არის აუცილებელი. მე ვაკეთებ ვაშლის ჩირს. ჩვენი ვაშლის ჩირის აპარატში. ბევრი არ მაქვს. რატომ იდგას ესე კამერა? ხელს ვერ ჩანვარ. აი ეს ჩანვარ. ძალიან მომწონს ჩემი ჩირის აპარატი. წამე. ძალიან მომწონს ჩემი ჩირის აპარატი, ძალიან კარგად აკეთებს ჩირს. ოღონდ დიდი ხანი, მაგრამ ასე რაღაცა. ეს არის ჩვენი ვაშლი. აი ესეთი. ეს არის ჩირისთვის განკუთვნილი. უნდა იყოს ცოტა მაგარი და ტკბილი. როგორ ხართ? მოვიდნენ ბავშვები, დაიწყო აჟიოტაჟი, ხო და იმის თქმა მინდა, რომ მე გადავიღებ ვიდეოებს,
თუ რაღაცა საინტერესო იქნება ჩემს ცხოვრებაში, აუცილებლად გაგიზიარებ და უშუალოდ მართვის მოწმობაზე თუ ვივლი, ნელა თითები არ გაიჭრე, იცოდე. თუ ვივლი კი არა ვივლი, მაგას გაგიზიარებთ, მაგალითად თუ რაღაცას შევკერავ საინტერესოს და არა საინტერესოს, მაგასაც გაგიზიარებთ. ამდანას ასე ნუ იქნებ თვალი არ გამომთხარ. მამა იქ ხოდა. ნელა თითები ადრიანა არ მოიჭრა და მეც არ მომჭრა. ყავა შერჭა. გოგო! რო იცოდეთ, ყველაფერი არია და ამირია აქ. ძალიან დამოუკიდებელი ბავშვები მყავს. წერ ვიდეოს 5 წუთი უნდა გაჩუმდე. რა ჭამეთ ჟუჟუნა ბებოსთან? ასეთი ჭუჭყიანი მაისურით. ესე ჭამე ვაშლი? ნელა გოგო. სად? აქ დამიდე, აი აქ რაღაცა ზედმეტი, არა აქ დამიდე. არა. აქ დამიდე. კაი მან ჩადე. გაგიზიარებთ, ასევე გაგიზიარებთ ქალის ენერგიების შესახებ და იმასაც გეტყვით, რომ ქალის ენერგია არის მთავარი ცხოვრებაში. ქალის, კაცის, ოჯახის და ზოგადად დადებითი ქალის ენერგია არის ყველაფერი ამ ცხოვრებაში. ყოჩა ხადრი, მადლობა რომ დამეხმარე. ძალიან მინდა და შენი დახმარება. Почему мне не позвонила? არ წაიღე ტელეფონი, სანდა დამერეკა. და გავიწყდა. Баба დაირეკე. ბებოს, არ ვიცი. არ მოვიფიქრე. შო, ყოჩა. არა, ეს აღარ დაჭრა, ნახე ეს. აგრა, აი ეს მოაშორე ნახე აქ ცოტა. შენ მიდიხარ სადმე? საბანაო დღეს არა, იქ არ არის კარგი ამინდი. ჭამეჯერ, შიერი არ წახვიდე. და მერე მოდით შუა დღეს, ყველიან მაკარონზე. რატო? ჰაერით იკვებებიან ის ბავშვი. რა? არანაირი ჩიფსი იკა. გადი სირაკლის უნდა თამაშა, წავიდა და ვათამაშე და ირაკლი დამატყა. აბა სად გაგვთ სიმინდი? სიმინდი სად გაგვთ? უნდა მოიპაროთ? რატო არა? ჩვენ ვიპარავდით ხოლმე ბავშვები რო ვიყავით. წადი მოიპარეთ, იქით გადადით და ვიპარავთ. აი ასე უნდა, რომ ბავშვმა ყველაფერი მოგიყვეს. იპარავთ ხა სიმინდს? ხო, თქვენი მეგობრის. ხო და იმას ჭამს. ისიც ჭამს? ხო და ვარჩი სიმინდია. ვარ. აუნაც მინდა სიმინდი. მაგის მამზე, წადი. შენს ხო ხონდეს ისტორია. იმდენი ისტორიები მაქვს რა. საზამთროსაც ვიპარავდით, საზამთროს არ ჭამს ხოთა შორის. რატო პარადი? მოვიწამლე 2 წლის რო ვიყავი პატარა და იმის მერე საზამთროს არ ვჭამ. ვერც ვეკარები, ვერც უყურებ, ეხლა მაცივარში მაქვს, სანამ მეუღლე არ მოვა, მაგას არ მივეკარები, მერე მოვა დააჭერის ბავშვებს. მისცემს, შეჭამენ, მერე კარგად დაბანს პირს, რომ საერთოდ სუნის არ ჰქონდეს. საზამთროსი, არც ჭურჭელს, არც მაგიდას, ყველაფერს თვითონ აკეთებს. და მე რეღა შემიძლია რომელიმე ბავშვს ჩავეხუტო და მეუღლეს ჩავეხუტო და ვერ ვიტან უბრალოდ აი საზამთრო რო იყიდება რო ვხედავ მანქანაში როდებს უკვე ცუდად ვარ და ეხლა მან მაცივარში თან გაჭრილია ასე შუაზე დაჭრილია ანუ კი ადრიანა რატო აკეთებ ასე მაგათაც ხო უნდა და შენ არ აკეთებ კარგად მოდი ჩემთან მოდი. ეს ისეთი საყვარლობა გყავს ნახეთ. იქ ანუ კიზი სპორტდა. და კაუტკინისება. ბახუნა დაგაბავ. რატომ მიეცი ახლა იჩხუბები? დღეს მაქვს ტანსაცმელის გადახარისხების დღე. აუცილებლად თუ ეს დანარჩენი სამი ფანჯარა გავიწმინდა რა ვქნარით იცით როგორი კარგი ამინდია არ არის ცხელი და მიწყობს ხელს ყველაფერში სიცხეში არაფერი შემიძლია
მაგრამ იმ დღეს პერაშკებს ისიც სიცხეში ვწვავდი, აი 2 საათზე როცა წამაგარი მზია თან ეზოში. ხო უკვე 5 ჩანთა მოვაგროვე, უნდა წავიღო გასაჩუქებლად ტანსაცმელი და კიდევ მოვაგროვებ. კარგი, წავედი. ამბავშის მივხედო, რო არ განფუჭდეს. Ey, mama. Karga თლომიქო. რატო? ანუკი ხელ. მადლობა. და ვკერო ელასტიკებს. აი ასეთ ფერში. ესეთ ნაჭერი მქონდა. ეს არის ჩემი მანქანა, რომელს ქვია ოვერლოკი. ოვერლოკით ეს თუნდა ვიხმარო ამ შემთხვევაში, მაგრამ მინდა რომ აი ამ მეხუთე რეჟიმზე აი ასეთ სტროჩკას აკეთებს, ამ რეჟიმზე შევკერო და ვნახოთ რა გამომივა. ნახეთ. ამას ძალიან კარგი ფუნქციები აქვს. შეკერვის ბოლოს ჭრის თვითონ ძაფს, ძაფის დაჭრა არ დამჭირდება და ძაფს რომ აგებთ, აი აქედან ხო, აგდებთ ძაფს, შპულკას, აგრეთ წოდებულს. მიგვაქვს აი აქ, შემდეგ აქ და ნახეთ ძალიან საინტერესო ფუნქცია აქვს. ახლა ასე გავაკეთებ და თვითონ ჩადებს ძაფს ნემსში. როგორ გაჩვენოთ აი ესე კარგად რომ იყოს. აი ნახეთ. всё. ეს მომწონს უზომოდ. ჩვენ უბრალოდ აქეთ ჩავწევთ და მორჩა. საკერავ მანქანა არის ჩემი სიყვარული. 3 რეჟიმი აქვს. ეს კლასიკური სტროჩკები და ეს ნახეთ რამდენი რამე შემიძლია გავაკეთო. კარგად ადრე. ეს ნახეთ რაღაც სიმბოლოები, გულები, ფოთლები, ფიფქები, სხვადასხვა ასოები. აქეთ სხვადასხვა ასოები და ციფრები. ერთი სიტყვით, აი არ ვიცი. ეს არის ჩემი სიყვარული და რო დავიწყებ ძალიან ბევრი სკერვას, ეგ რა იქნება საოცრება. დავიწყოთ. გავასწოროთ. ამებს მე მოვაჭრი ზედმეტყო. აქ ზოლებიანი შარვალია, ზოლებიანი ნაჭერი უფრო სწორედ და ძალიან მარტივია, რომ არ გავწდე იმ ზოლს, რომელიც მჭირდება. ასე გოგოები წავიდნენ ეზოში. და მე მაგისტრო ძალიან მიხარია, როცა მაქვს ასეთი დღეები, როცა შემიძლია დავჯდე
დიდად არაფერი არ მაქვს ახლა გასაკეთებელი. დღეს მაქვს ტანსაცმლის გადახარისხების დღე სავარაუდოდ. იმიტომ რომ საჭმელი მაქვს. საჭმელის გაკეთება არ მჭირდება. ნახეთ ახლა. აი ერთი წამით მოვაჭრეთ. ნახეთ. მოჭრა ძაფი. აი. ხო და დღეს დავახარისხებ ტანსაცმელს. ასე. აქ დავაყენებთ. ძაფებს მოვაჭრე თქო ზედმეტს. ასეთი საყვარელი ელასტიკი სავარჯიშოდ გამომივიდა. ძალიან მიხარია. ესეც გამომივიდა კარგი სტროჩკა. ეს გავაკეთე ოვერლოკით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამას ოვერლოკის გარეშე ვერ ვიზამდი რა, ვერ გავაკეთებდი. ასე. აქაც კარგად გამოვიდა. ნახეთ, უბერში, ასე ვთქვათ, სწორად რა. всё. პლუს კიდევ ერთი სავარაუდო შარბად. მე არ ვამბობ, რომ ეს არის უიდეალური სელჩეკერილი, არა, მე ეხლა ვწავლობ მარტო, მაგრამ ძალიან კარგი შედეგია. ძალიან კარგი.